არ მისცა უფლება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ისე ატრიალოს ამ ქალაქის ბედი როგორც მას სურს და როგორც მის ინტერესებში შედის. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზი რომ საკმაოდ საგანგაშო და აღმაშფოთებელია ამაზე აღარ ვისაუბრებთ. გუშინ საკრებულოს თავმჯდომარემ მისცა თავს უფლება მიეღო ერთპიროვნულად, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა დგანან ადამიანები რომლებიც დიდი ხანია ქუთაისისა და ქუთაისლების ბედით ვაჭრობენ და ხელს ითმობენ. მიიღო გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც ფაქტიურად გადაწყვიტა გაენადგურებინა ის იმედი, ის უკეთესი მომავლის განცდა, იმ აღმშენებლობის განცდა, რომელიც ბოლო თვეებია ქალაქს და მის საზოგადოებას გაუჩნდა. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი შოთა მურღულია. სასაცილოა ის მიზეზები და პირადად ჩემთვის საამაყოა ისეთი მერი ყავდეს ქალაქს, რომელსაც წაგიკითხავთ მიზეზებს, რომლის გამოც ათავისუფლებენ. თურმე მან ჩააგდო იმ მართლაც ავადსახსენებელი კომისიის შედეგები, რომელიც საქმიანობაც საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. თურმე მას არ აქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან, ერთპროვნულად წყვეტს ყველა საკითხს, არ გვაყენებს საქმის კურსში სამსახურებს. საინტერესოა ბატონი საკრებულოს თავმჯდომარე რომელ სამსახურს მიეკუთვნება. ზოგიერთი საკითხი შემოდის მოუმზადებლად. ქალაქის სტუმრებთან აქვს ურთიერთობა მარტოს. მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ერთპიროვნულად და თავისი შეხედულებებით. არ აქვს კონსულტაციები და ხშირად ფაქტის წინაშე გვაყენებს გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს დეპუტატებს. ბატონო ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარე. რატომ დღეს ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თქვენ წაკითხულიც კი არა გაქვთ კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამ მიზეზებს დაასახელებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაყენების საფუძვლად, ის თავის ხელით გამოუტანს ვერდით თავის მომავალს და თავის კარიერას. სირცხვილია ბატონო თამას, თქვენ ამით აღიარეთ, რომ თქვენ არ ახართ ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ მართოთ ქალაქი, რომელიც კანონის თანახმად უნდა იყოთ ქალაქის პირველი პირი. თქვენ ამით აღიარეთ რაოდენ უსუსური ბრძანდებით. ამიტომ ნუ და გავიწყდებათ, რომ თქვენ აქ წარმოდგენილი ხალხის, მათ უკან მდგომი მათი ოჯახების, ქუთაისის ამომრჩევლის მანდატი გაგაჩნიათ და თქვენ არ აგაქვთ უფლება ისე განაგოთ ეს ქალაქი, როგორც ზოგიერთებს თავში მოუვათ, ან როგორი ხუშტურებიც